ოცდამესამე ბატალიონმა წარმატებით გაიარა ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე შუალედური შეფასება. კარგად ფლობენ ყველა ტაქტიკურ ელემენტს, რაც ავღანეთში წარმატების საწინდარია ქვედანაყოფისთვის, აგრეთვე დასკვნითი ფაზა. დასკვნითი ფაზისთვის ემზადებიან და გაემგზავრებიან ამდენიმე დღეში გერმანიაში. წვრთნებისა და შეფასების ცენტრის პირადი შემადგენლობის მიერ ხდება ბატალიონის პირველადი შეფასება. ჩვენ ფასდებით ყველა იმდევალებაში, რომელშიც გავიარეთ მომზადება და წინასწარი შედეგები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატალიონი საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ დავალებებს. უახლოეს მომავალში ჩვენ მივემგზავრებით უკვე გერმანიაში, ჯეიმარსის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც უკვე გავივლით საბოლოო შეფასებას და მოხდება ბატალიონის სერტიფიცირება მისიისთვის. ეს სწავლება ერთგვარად შემაჯამებელი ხასიათისაა. ქართული ქვედანაყოფის მომზადება 20-ეულის, 100-ეულისა და ბატალიონის დონეებზე განხორციელდა. სწავლებები მიზნად ისახავს ავღანეთის მისიისთვის მომზადებას და ხელს უწყობს ქართულ და ამერიკულ დანაყოფებს ერთად მოქმედების პრინციპები დახვეწონ. როგორც აღვნიშნეთ, ესაა ბოლო სწავლებები გერმანიაში გამგზავრებამდე, სადაც საბოლოო შეფასებას გაივლიან ქართველი მებრძოლები. ამ სწავლებების შემდეგ გერმანიაში გავემგზავრებით და შემდეგ უკვე მზად ვიქნებით მისია შევასრულოთ ავღანეთში. სწავლებები წარმატებულად განხორციელდა. წვრთნებმა ქართველი ჯარისკაცები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთთან. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.